დღეს ოთხშაბათია და მწვანე რჩევების დრო არის რადიო იმედის ეთერში. ელისო ხარჩილაძე, ხარჩილავა უკაცრავად, ჩემი თანაწამყვანი, ისაუბრებს დღეს ძალიან საინტერესო თემაზე. ჩვენ ერთგვარად ვიმოგზაურებთ, ხო, ისტორიაში დღეს ელისო და კიდევ ერთხელ შევახსენებთ იმ უნიკალური ბაღის ისტორიას, ჩვენ მსმენელებს და მაყურებელს, რომელიც ასე ძალიან უხდება თბილისს. მოდით გითხარით, რომელ ბაღზე გვექნება დღეს საუბარი? დღეს გვექნება საუბარი მუშტაიდის ბაღზე, რომელიც ასე ოაზისად არის წარმოჩენილი დღესდღეობით დღევანდელ რეალობაში. თბილისის მარგალიტი, თავისუფლად შეიძლება ამაზე ასე დავარქვათ. იმიტომ რომ მე მგონი ყველას ჩვენი ბავშვობა იქ გვაქვს გატარებული, ჩვენი შვილები იქ ყავდა. ჩვენი წილი მოგონება მოგონებაც გვაკავშირებს და რაღაცა ძალიან ახლოს არის და თვითონ სახელწოდებაც ხო მუშტაიდი რაღაცა კარგად ჩაჯდა ჩვენს ცნობიერებაში, მაგრამ სინამდვილეში ეს არის სპარსული წარმოშობის სახელი, როგორც აი ეს რთულად დასამახსოვრებელი აქვს. ეს იყო სპარსელი სასულიერო პირი მირხეტახ მუჯთაიდი, ვინც რეალურად ეს ამ ბაღი კი არ გააშენა, უბრალოდ საფუძველი ჩაუყარა და მე მგონი საინტერესო იქნება, რომ თავიდან დავიწყოთ ეგ ამბავი. აი, მოდით დავიწყოთ ისტორიით, როდის თქვენ ვისი ინიციატივით დაარსდა უკვე გითხარით, მაგრამ რა გახდა, რა იყო ამის წინაპირობა, ძალიან ლამაზი ისტორია. კი, ლამაზი და სევდიანი ისტორია ნამდვილად. ვიცით, რომ ჩვენ ყოველთვის ისეთ ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე ქართველები მიყავდათ ტყვეებად, იყიდებოდა და ესეთი ერთ-ერთი იყო ამ თვითონ ამ მუშტაიდმა სპარსულ ერთ-ერთ უბანში, სადაც ტყვეთა გაცვლა, გაყიდვა ხდებოდა, შეამჩნია ერთი პატარა გოგო, 16-17 წლის ქართველი გოგო, რომელიც ძალიან მოეწონა თავისი სევდიანი თვალებით, ასე არის აღწერილი. თავისი სილამაზით მიიქცია ამ ადამიანის ყურადღება და როგორც მოახლე, ისე წაიყვანა თავისთან სახლში. მაგრამ ეს გოგონა სარგებლობდა დიდი უპირატესობებით, ასე ვთქვათ და ამასობაში შეუყვარდა ამ ადამიანს, ბევრი წლით იყო უფროსი ეს ჩვენი პატარა გოგო და ცოლობას თხოვა, დათანხმდა ეს ადამიანი. შვენიერი, კარგი, ლამაზი ოჯახი ქონია, სიყვარულით ახსავსე ისტორიაში არის, რომ ეს თვითონ ეს ადამიანია ძალიან ანებიურებდა იმ ტკივილების დავიწყებას ცდილობდა, რაც ამ გოგონამ ტყვეობაში და გაყიდვაში აქვს გადატანილი ოჯახს მოწყვიტეს, თავის მშობლებს მოწყვიტეს. მერე დროთა განმავლობაში თვითონ სპარსეთში დაიძაბა ურთიერთობა, ეს პოლიტიკური ვითარება, ამ ადამიანმა დაკარგა თავისი ქონება და იძულებული გახდა თავისი სამშობლო დაეტოვებინა და რადგან მეუღლე ქართველი იყო, გადაწყვიტეს, რომ საქართველოში დაბრუნებული იყვნენ. ამ საქართველოში დაბრუნება მაშინ ხდებოდა, ურმით, ცხენით და თვეებით და ამ გზავრობაში ეს გოგო დაავადდა, მეუღლე ადამიანის და თბილისში როცა ჩამოვიდნენ საქართველოში ვერ მიაგნო ამ ადამიანმა თავის მშობლების კვალს. ამან უფრო დააჩქარა თავისი დაავადება და გარდაიცვალა. ეს იმდენად განიცადა ამ ადამიანმა, ამ მუშტაიდმა, ასე ვთქვათ, რომ დაიწყო საფლავისთვის ადგილის მოძიება. უნდა რაღაცა განსაკუთრებული თავისი მეუღლისთვის რომ მიეძღვნა, ბაღის სახით რომ გაეკეთებინა. მაშინდელმა ქართულმა სათავად აზნაურობამ მისცეს ადგილი აჩვენეს, ეს მტკვრის პირას არის და შეიძინა ადგილი, სადაც დაასაფლავებული არის ქართველი გოგონა, მაგრამ დღესდღეობით ამისი საფლავი დაკარგულია, არავინ არ იცის სად არის, მაგრამ ზუსტად რომ მუშტაიდის ტერიტორიაზე ნამდვილად არის. ეს იყო მაშინ გარეუბანი. მაშინ იყო ეს გარეუბანი, კი, ნამდვილად გარეუბანი იყო. აქ გამოიყვანა ამ ადამიანმა 12 კილომეტრიანი წყლის არხი. ჩვენ წყლის არხების კულტურა არ გქონდა და სპარსეთიდან ჩამოიტანა, ჩამოზიდა, ასე ვთქვათ, უნიკალური სახეობის მცენარეების თესლები იყო თუ ნერგები იყო და გააშენა თავისი მეუღლის სახელობის პატარა ბაღი. ეს იმდენად ჩაერთო, რომ ეს აი ნახეთ რამხელა სიყვარული ქონდა ამ ადამიანს, რომ ბავშვები, შვილები შთამომავლობა აღარ დარჩენიათ. გაიგეთ და მთელი თავისი ქონება, რაც ქონდა დარჩენილი, ამ საფლავის მოწყობას და ამ ბაღის მოწყობას დაუთმო.
უნიკალური ხეები დაირგო, უნიკალური, ანუ აღმოსავლური სტილის. აქ მაშინ იმ დროს იყო თურმე მაგნოლიები, რაც იმ დროისთვის საქართველოს თბილისისთვის იყო ძალიან უცხო მცენარე. მაგნოლია, მარადმწვანე მაგნოლიები თეთრი ყვავილობით რო იყო, წყლის აუზები, ფანტანები, ესეც ჩვენთვის იყო ძალიან სიახლეები. ესე ნელ-ნელა რაღაც მოაწყო ამ ადამიანის საფლავი ბაღად გადაიქცა. იმდენად სილამაზე იყო, რომ აქ უკვე ქართველმა თავადაზნაურობამ დაიწყო მოსვლა და სეირნობა. იმდენად უნიკალური იყო და სიახლე იყო ეს ჩვენთვის. მაგრამ მე დროთა განმავლობაში ეს რუსეთის იმპერიამ როცა დაიპყრო საქართველო, იძულებული გახდა უკვე აქაც არ ედგომოდა ამ ადამიანს და ეს საფლავი, ეს ბაღი, ასე ვთქვათ, დატოვა და თვითონ წავიდა. მერე უკვე გვეკარგება ამ ადამიანის ისტორია, არ ვიცი, სად გრძელდება, როგორ გრძელდება, მაგრამ თავისი მეუღლის სახელობის ბაღი დარჩა და რადგან ეს მუშთაიდის ადამიანის გაკეთებული იყო, სახელწოდებაც მიიღო. ეს იყო პირველი ევროპული ტიპის ბაღი კავკასიაში, ხო? არა მხოლოდ საქართველოში. ხო, აღმოსავლური სტილი ხო იყო, რაც ამ ადამიანმა გააკეთა, მაგრამ მე ეს რუსეთის იმპერია რო შემოვიდა, შემოიტანა ეს ევროპული ჩანართები, ასე ვთქვა და რაღაცა შეერწყა აზიური და ევროპული. ნუ აქ ევროპული ახლა რაში მდგომარეობს? პავილიონები რო გააკეთდა, სადაც ტარდებოდა კონცერტები, უკვე საბჭოთა კავშირის დროს შუშის პავილიონებიც გააკეთდა, ზამთრის ბაღებიც გააკეთდა და ყველაზე მთავარი უკვე მოდერნიზმში როცა გადავედი ჩვენ უკვე საბჭოთა კავშირი რო იყო, ეს უკვე საზოგადოებრივი გახდა ეგ ტერიტორია, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო, მაშინ აი რუსეთის იმპერია რო შემოვიდა, მაინც უკვე დახურული იყო, უფრო თავადაზნაურობას ჰქონდა შესვლის უფლება და საბჭოთა კავშირის მერე ეს უფრო გაიხსნა, ტერიტორიაც მოიცვა და ასეთი ლეგენდაც არსებობს, რომ ამ პავილიონში იყო ზუსტად ის მომღერალი მარგარიტა, რომელიც ჩვენმა ფიროსმანმა ნახა და შეუყვარდა და ნუ იდეის ლეგენდის დონეზე არა, ის ერთი ურემი ვარდები მოუტანა და მიართვა, ეს ასე ლამაზად დარჩა და ყველაზე საინტერესო ამ მუშთაიდის ბაღში იყო საბავშვო რკინიგზა. ეს იყო მე ვფიქრობდი რომ ადრე რატომ ვიღაცა მე მგონა რომ საბჭოთა კავშირში არა ეს არის სოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა თავისი სადგური და თავისი ინფრასტრუქტურით მუშთაიდის ბაღში ეს არის მართლა უნიკალური ისე იყო ეს განლაგებული და მოწყობილი როგორც დიდი ის გვაქვს სადგური რკინიგზის სადგურები როგორც გვაქვს თავისი ბანკნებით გასაჩერებელი ადგილებით და ესეთი მეც ჩემი შვილი ძალიან ხშირად ამყავდა ხოლმე და ჩემ შვილთან ერთად მეც დიდი სიამოვნებით ვსეირნობდი ამ მატარებლით. ეს შემორჩენილია როგორც უკვე ძეგლის სახით და მოქმედიც არის. ეხლაც თავისუფლად შეუძლიათ რომ აი მივიდნენ და ბავშვები გაასეირნონ. ეხლა უკვე რა თქმა უნდა მცენარეებს რაც შეეხება ის ძველი ეხლა რომელი საუკუნიდან არის ხო ეს 1830 წელი იყო. მაგნოლიები აღარ არის არ არის დარჩენილი რა თქმა უნდა ეხლა კი არის იქ გამწვანება ძალიან კარგად შემორჩენილი უკვე ეს საბჭოთა კავშირის დროს ჩარგულები როგორც მარადმწვანეები უპირატესობა როგორც მიენიჭებოდა მარადმწვანებს ასევე ფოთლოვანი იყო აქ მუხები დეკორატიული მცენარეები და საინტერესო კლუმბები აი საყვავილე კლუმბები ქვია ასე ვთქვათ რომელიც სეზონურად იცვლებოდა და დამახასიათებელია თავიდანვე იყო ესეთი ჩანაფიქრი იყო ასეთი თუ უფრო მოგვიანებით აი როგორ იყო აი ბაღის განვითარების ეტაპები აი ამ გადასახედიდან ჯერ იყო სპარსული აბსოლუტურად სრულიად სპარსული ანუ აზიური კულტურა ანუ რას ნიშნავს ეს ფანტანი იყო აუცილებელი, შადრევანი იყო, იმიტომ რომ აზიურ კულტურაში შადრევანს ენიჭებოდა ძალიან დიდი მნიშვნელობა და ესეც ზუსტად ეს პარკიც ასე იყო განლაგებული, მთავარი აქცენტი ამ შადრევანს ჰქონდა, შადრევნიდან უკვე ბილიკებით მიდიოდი იმ სასურველ წერტილამდე, სადაც უნდა ყოფილიყო. მერე უკვე ეს იმპერია, რუსეთის იმპერია რო შემოვიდა, აქ უკვე ევროპული კულტურა შემოვიდა, თაღები თეთრი ფერის კოლონები, ასე ვთქვათ, პავილიონები, საკონცერტო დარბაზები, დარბაზი უფრო არა, უფრო თეატრები ღია ცის ქვეშ.
და მერე უკვე იმპერიის შემდეგ საბჭოთა კავშირმა უფრო გაავრცო ეგ ტერიტორია, ისეთი დიდი ეხლა როგორიც გვაქვს, ესე ნამდვილად არ იყო, უფრო გავრცო და აი საბჭოთა იმპერიის დროს არის ეს რკინიგზა დამატებული, კი, ნამდვილად და უფრო მიიღო საბავშვო დასასვენებელი პარკის სახელწოდებით. უფრო ეს დანიშნულება მიიღო, იმიტომ რომ ძირითადად აქ საბავშვო ცენტრებია გაკეთებული, საბავშვო ლოკაციები, აქ პატარა ეშმაკის ბორბალიც გვაქვს, ბევრი ატრაქციონები გვაქვს და დღესაც აი თქვენს იხსენებდით, რომ ცეკვაზე დავდივდი. იქ სხვათა შორის ახლა გამახსენდა არის პატარა სანერგე მეურნეობაც, სადაც გამოყავდათ ეს ქალაქისთვის საჭირო მცენარეები, როგორც ერთწლოვანი, ასევე მრავალწლოვანი. აი ჩვენ როდესაც საუბრობთ ხო მცენარეებზე, განაშენიანებაზე, ხო? აი ამ შეცვალოთ რა ქალაქის ისტორია, ქალაქის დამოკიდებულება, აი რა კულტურა ჰქონდათ ფილის ამ კუთხით და შეიცვალა თუ არა თუ შემოიტანა რაღაცა დამატებითი ელემენტი ქალაქის ცხოვრებაში. კი, ქალაქის ცხოვრებაში ეს იყო ერთ-ერთი უნიკალური ადგილი, ნუ ის პერიოდი ჩვევა რომ დადიოდნენ ხო ადამიანები. ხო, ნუ თბილისი განაშენიანდა და ეს უკვე გარეუბანი არ არის, ხო, ეხლა დიდუბე არ არის გარეუბანი, ერთ-ერთი ცენტრალურია და ამ ცენტრალურ უბანში ერთ-ერთი რაღაც ოაზისივით არის და უკვე მე მგონი ყველა ცდილობს რომ მოხდეს იქ თავისი შვილი მიიყვანოს და ეს უნიკალური ატრაქციონები, მრავალფეროვანი ატრაქციონები და რაც მთავარია ის რკინიგზა დაანახოს თავის შვილებს, ასე ვთქვათ და ვფიქრობ, რომ ექსკურსიები ძალიან ბევრი ტარდება უკვე სასკოლო ექსკურსიები პატარა დაბალი კლასების და ერთ-ერთი უნიკალური და სასურველი ადგილი გახდა ყველა თბილისელისთვის და არა მარტო თბილისელებისთვის, ეს უკვე ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო ლოკაცია არის უცხოელი ტურისტებისთვის. არის თუ არა დაცული დღეს იქ იშვიათი ან უნიკალური მცენარეები? კი, უნიკალური მცენარეები, რა თქმა უნდა, არის და რო დავათვალიერებ, აი ეხლა წარმოვიდგინოთ და ვისაც თვალი დანახული კიდევ კი, უზარმაზარი კვიპაროსები გვხდება, კედრები გვხდება, ირმის რქები გვხდება, მუხები გვხდება და აი სიცხიანა, ეხლა როგორი გვალვიანი ზაფხულები გვაქვს, ეხლა წელს კი დააგვიანდა, მაგრამ გამონაკლისია, ხო? რაღაცნაირად მე ვარ ნამყო შარშან ვიყავი მუშტაიდის ბაღში დავათვალიერე, აი ისეთი ჭრდილი და ჭრდილულია და ისეთი სიგრილე იგრძნობა ამ ბაღში, რომ აი თბილისური სიცხეებისგან ერთ-ერთი თავშესაფარი შეიძლება იყოს. უკვე იქ მცენარეები ხო გადაზრდილია, უკვე ძალიან დიდი მცენარეებია და ვერ იგრძნოთ ამ სიცხეს, ამ აგვისტოში განსაკუთრებულად და თავისუფლად შეგიძლიათ რომ გაისეირნოთ და ყველაზე მთავარი აქ ინფრასტრუქტურა არის ძალიან კარგად მოწესრიგებული. აი წყლის ელემენტი, დასალევი წყლის ელემენტები ძალიან კარგად არის. თვითონ ეს, ნუ რაც არის ადამიანისთვის საჭირო. აქ ცხოველების მოყვარულებისთვისაც არის ადგილები, ეს უკვე ჩვენი რეალობა არის და რაღაცნაირად ვისაც ცხოველი ყავს და ცხოველის გასეირნება დაჭირდება, არის მაგის საშუალება, გამოყოფილი არის ტერიტორიები, ცხოველების ზონებიც არის გამოყოფილი, ბავშვების ზონები, დიდების ზონები, სათამაშო ზონები, ჭადრაკის თამაში იყო თუ სხვადასხვა თამაშები. ჭადრაკის თამაშიც ალბათ უფრო არის, ხო, ამ ბაღთან დაკავშირებული, იმიტომ რაღაცნაირად აზრებად გვახსოვს, ხო, აი კონკრეტული ფრაგმენტები, შეგროვების, ბაღს უკავშირდება და შეკრების ადგილები, კი, ყველაფერი არის შემორჩენილი და რა ვიცი, მე ძალიან მიყვარს, მე საერთოდ ძალიან მიყვარს ეს ძველი ბაღები და ის სიძველე რო იგრძნობა, აი რაღაცა თანამედროვე შეჭრები არ არის ჯერჯერობით ამ მუშტაიდის ბაღში და ესეც ხდის ერთ-ერთ აი მომხიბვლელი, ეგზოტიკური ბაღი არის და ყველაზე მთავარი აი ხა ჩვენ რასაც უყურებთ ხო ახალი ბაღები უფრო ბეტონის ბილიკებით არის. მუშტაიდის ბაღში ის წითელი ასე ვთქვათ კროშკები არის შემორჩენილი, რაც გვახსოვს ჩვენ ადრინდელი ბავშვობიდან ჩვენი ბაღები. ეს არის ზუსტად შემორჩენილი. პირველ რაღაცნაირად ძველი იერსახი არის შენარჩუნებული. ელისო ზოგადად რომ ვთქვათ, აი ბაღებთაზე როდესაც საუბრობთ და თქვენ აღნიშნეთ რომ გიყვართ ძველი ბაღები, რამდენად მნიშვნელოვანია ეს არქიტექტურისა და აი ამ განაშენიანების
ადამიანების, ხო, როდესაც აი ესეთი ამ ლანდშაფტის მოწყობაში, აი არქიტექტურას, არქიტექტურულ განლაგებას, რამდენად უნდა იყოს ეს სინქრონულად. აი ზუსტად სინქრონულად უნდა იყოს. ანუ ეს არის დაგეგმარება, სივრცის დაგეგმარება, განაწილება. სკვერებს კიდე თავისი სპეციფიკა აქვს. აი სკვერს რომ მოაწყობ ისე კერძო სახლს ვერ მოაწყობ და ეს სპეციფიკა ზუსტად არის ამბახში ძალიან კარგად. ანუ გაზონზე არ გიწევს გადასვლა. აი ბილიკები ისე არის დაგეგმარებული, რომ სადაც გინდა მისვლა, ზუსტად იქ მიგიყვანს ეს ბილიკი. აი ზოგჯერ ხო არის გაზონე, ბილიკიც არის და გაზონზე ემჩნევა ფეხით მოსიარულეს ნაკვალევი, ხო? ეს იმიტომ არის, რომ არასწორად არის დაგეგმარებული. ანუ ბილიკი შენ იქ არა გაქვს გაკეთებული, სადაც უნდა იყოს, სადაც ადამიანი მოითხოვს. მუშტაიდის ბაღში, აი ძველ ბაღებში ზუსტად ეს იყო ძალიან კარგად გათვალისწინებული, ანუ ადამიანის სურვილები, რომ ფეხით მავალი და ტყის ზონა, ასე ვთქვათ, ეს უნდა იყოს ცალ-ცალკე. მოსასვენებელი ადგილები, მოსაჯდომი სივრცეები, სკამები, ურნები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი განათებასაც აი ჩაბნელებული არ უნდა გეშინოდე შენ რომ 6 საათის მერე პარკში რომ მოხვიდე, ხო? ეს უნდა იყოს განათებული იმ დონეზე, რომ ადამიანები ერთმანეთს ხედავდნენ. აი ზოგჯერ გვინახია ჩვენ თუ გახსოვთ ადრე ჩაბნელებული ქუჩები იყო, ჩაბნელებული სკვერები, ვინ შედიოდა სკვერში ჩაბნელებული იყო და ეს პრობლემები უკვე მოგვარებულია. ძალიან კარგი განათებები აქვს და კარგად განათებული არ შეგეშინდეთ, რომ საღამო ხანს ბაღში გაისეირნოთ. მე მგონი ისე საინტერესო ტყვებით, რომ ჩვენი მსმენელების ნაწილი აუცილებლად დაგეგმავს ვიზიტს მუშტაიდის ბაღში და რაღაცნაირად ერთგვარად რომ შევაჯამოთ, იმიტომ რომ ჩვენი გადაცემა დასასრულისკენ წავიდა. ორი კითხვა მაქვს, რამდენად მნიშვნელოვანია არის ქალაქის ცხოვრებისთვის ასეთი ბაღების არსებობა, სკვერების არსებობა, რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისითაც, გარდა იმისა, რომ კიდევ სხვა დატვირთვები აქვს, რა თქმა უნდა, ასეთ ლოკაციებს დაადგილებს და მეორე, თუ არსებობს რომელიმე მცენარის ან ყვავილის ისტორია, რომელიც თქვათ ამ ბაღს უკავშირდება და გვაჩვენა, რომ თბილისში აი ეს ყვავილი, ეს მცენარე რაღაცა გახდა ამ ქალაქის ორგანული ნაწილი. ხო. პირველ კითხვას მიუბრუნდები ეკოლოგიური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეს ფილტვებია, ეხლა დიდუბის მხარეს, იმ მხარეს იქ სტადიონი გვაქვს ჩვენ, ხალხმრავალია, საკვანძო ტერიტორია და იქ ჟანგბადი აუცილებელია და ეს რაღაცა ოაზისივით არის ნამდვილად და მეორე კითხვას, როგორც ასეთი გამორჩეული მცენარე აქ არ არის, რომ რაღაცა ამბავი მოუყვეთ, რომ მივიდეთ და აი ეს არ არის შემორჩენილი, იმიტომ რომ 1830 წლიდან არის და ეგ მცენარებთან ჩვენ ომის პერიოდში ვიყავით. ძალიან ბევრჯერ დაინგრა ეს ბაღი და იმიტომ არის ზუსტად საფლავი არა გვაქვს ჩვენ შემორჩენილი, ვის სახელზე, ვისთვისაც აშენდა ეგ ყველაფერი. ბევრჯერ დაინგრა, ბევრჯერ განიცადა სახეცვლილებები, კი ბატონო, მაგრამ ის ძირითადი ნახაზები რაც იყო, მაინც ასე ვთქვათ, ეს განლაგება მაინც შენარჩუნებულია. და თქვენი აზრით, რომელი მცენარე უხდება ყველაზე მეტად? საერთოდ თბილისში ხდება ძალიან მუხები, კიპარისები, ჭადრისხები, ახლა ჭადრისხის გარშე თბილისი ჩვენ ვერც წარმოგვიდგენია, ხო? და ნუ დეკორატიული კვიდოები, ლიგუსტრუმები ლათინურად, მარადმწვანეები, ბუჩქოვანი სახით, უთხოვარი უხდება კიდევ თბილისს ეს უთხოვარი მცენარე, ისედაც ჩვენი ენდემური მცენარეა, რომელიც აქ ძალიან მრავლად არის წარმოდგენილი. კი, ძალიან საინტერესო და ეს აი სანთლისებური კიპარისები რო არის, აი ძალიან ლამაზია, ძალიან. არის ხო ეს კულტურა და აი რომ უყურებთ და თბილისის ქუჩებში რომ დავდივართ აივნიან სახლებს, ხედავთ ხოლმე ხო ეს მცენარები, ესეთი კუთხეები მოწყობილი აქვს. აი ამ შემთხვევაში რას ურჩევთ თქვათ? ნუ ეს მესმის რომ გემოვნების საკითხიც არის, მაგრამ თქვენი რჩევა შეგვიძლიათ რომ რაღაცნაირად კი როგორ არა თუ ჩვენი სპირადი სივრცის მოსაწყობად კი რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგი არის საერთოდ აივნების კულტურაც იყო თბილისში ძალიან კარგადაც იყო ეს თვითონ
აი ჩუქურთმებიანი აივნები, აი თბილისი და თბილისური აივნები შემორჩენილია, ხო, ძალიან კარგი გადაცემა. კი, საკე გადაცემის თემა. ნამდვილად. ნუ აი მოვაწყოთ ეს, მაგრამ ნახეთ ახლა რა ხდება, მე ამბებს ვაკვირდები ამაზე და ჩვენ გქონდა კონკურსიც გქონდა თბილისური აივნების 2-3 წლის წინ პარტნიორებთან ერთად გამოცხადებული და სინაკლები არის, კი, ამდენი корпуსები შენდება. ეს корпуსები უკვე ყველას აივნიანი გვაქვს. არავის არ აქვს უკვე ისეთი ხრუშოვკის ტიპის არ კეთდება, მაგრამ ძალიან ქარიანია თბილისი და ამ ქარში ამ სცენარეების მოშენებაზე თავს იკავებენ, მაგრამ როგორც ასეთი აი კონკურსიდან გამომდინარე დასკვნა გავაკეთეთ ჩვენ ისეთი რომ კი ბატონო რატომაც არა თავისუფლად შესაძლებელია რომ ისეთი პატარა მიკროკლიმატი ჩვენს აივნებსაც რომ გავაკეთოთ და მით უმეტეს ეზოებში უკვე თვითონ პროგრამებიც არის ქალაქის პროგრამებიც სკვერები უკვე მე მგონი ყველგან კეთდება და ეს მისასალმებელია იმიტომ რომ ჩვენ ევროპაში ვიცით რომ ეს ძალიან მოთხოვნადია და ეს ბიზნესის თვალსაზრისითაც რაც უფრო გამწვანებულია ტერიტორია მით უფრო გაიყიდება ის корпуსებიც ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის ელისო ხარჩილავა თანაწამყვანი არ გამოტოვოთ 4 შაბათობით ძალიან საინტერესო გადაცემა სასარგებლო რჩევებით მწვანე რჩევები იყო რადიო იმედის ეთერში დროებით ბედნიერ კვირას გისურვებთ